პენტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიასთან განმარტებას აკეთებს. სამსახური ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი ექიმის იმ განცხადებას გამოიხმაურა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ საპატიმროში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გასინჯვის შემდეგ გააკეთა. ის აცხადებდა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით უკიდურესად გაუარესებული იყო და საკანში მისი მართვა შეუძლებელი იყო. პენტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ამ განცხადების შემდეგ ექიმს პოლიტიკოსის ხელმეორედ გასინჯვა და მკურნალობის საერთო გეგმის შედგენა თავაზეს, თუმცა მისგან პასუხად მიიღეს, რომ 3 დღის განმავლობაში არ ეცლებოდა, რაც მათივე თქმით უცნაურია იმ ფონზე, თუ კი ხოშტარიას მდგომარეობა მართლაც უკიდურესად მძიმედ არის შეფასებული. რაც შეეხება დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატ ჩოთა თუთბერძის განცხადებით, ელენე ხოშტარია ყავარჩნებით გადაადგილდება და მისი მკურნალობის ინიციატორი პირველ რიგში სწორედ პენტენციური სამსახური უნდა იყოს. ელენეს კონტაქტურობის პრობლემა და მსგავსი კომუნიკაციის პრობლემა ნაკლებად აქვს, მას აქვს ძირითადად სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, უჭირს გადაადგილება ყავარჯნით, თუმცა ყავარჯნით გადაადგილებაც პრობლემურია, ვინაიდან მუდმივად ტკივა ყველა სახსრები. ჩვენი პასუხისმგებლობა რაც არის და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო პასუხისმგებლობა რაც არის ის, რომ პოლიტიკური ტყვეები არ უნდა იყვნენ თავისუფლების სამხედრო დაწესებულებებში, სადაც წრეში არ უნდა იჯდეს. მეორე ნაწილი მიუხედავად იმისა, თუ ვისახება საქმეს ელენე ხოშტარია თუ რომელიმე სხვა პირი თავისუფლების სამხედრო დაწესებულებაში მოთავსებული, კანონიერად თუ კანონად, პენტენციურ სამსახურს და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვისა. როდესაც სპეციალისტი ქალბატონი მაკა იოსელიანი გამოვიდა უკვე მსჯავრდებული ხოშტარიასგან, მან ცოტა არ იყოს და გასაკვირვიც კი იყო პირადად ჩემი მხრიდან, რომ მოაწყო პრაქტიკულად ბრიფინგი, სადაც მან განაცხადა, რომ პაციენტის ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარიას მდგომარეობა არის იმდენად მძიმე და მას აქვს ისეთი ტკივილები, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი არის მისი გასინჯვა. რა თქმა უნდა, მივიღე გადაწყვეტილება მყისიერად და დავავალე შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჩვენი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომ მომხდარიყო კომუნიკაცია ქალბატონ მაკა იოსელიანთან, ექიმთან, რათა მასთან მომხდარიყო შეხვედრა. დაახლოებით 2 საათის შემდეგ მან გაგვცა პასუხი, მასთან, ასე ვთქვათ, მას ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა გუშინ ნებისმიერი დღის პერიოდში, თუმცა სამწუხაროდ და ჩემდა კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ გასაოცრად პასუხი მივიღე, რომ მას უბრალოდ ასე ვთქვათ არ ეცალა და მხოლოდ შეძლებდა ჩვენთან შეხვედრას ორშაბათს